ძვირფასო თანამემამულეებო. იოსებ ბესარიონიძე სტალინმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა ქვეყანაში შრომელ ადამიანს კეთილსინდისიერად ეცხოვრა. მისი მოღვაწეობის პერიოდში არ იყო ფუფუნება, მაგრამ იყო სიხარული და მომავლისადმი განუსაზღვრელი რწმენა. ერი ვითარდებოდა, იზრდებოდა ჯანსაღი ახალგაზრდა თაობა. ერები და ეროვნებები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ. მეზობელი მეზობელს თობს არ ესროდა. შრომელ ადამიანს ოჯახი ყოველთვის დაპურებული ჰყავდა. ქვეყანაში თითოეული მოქალაქე შრომის ფეხულში იყო ჩაბმული. იქნებოდა დოვლათი, რომელიც მიზნობრივად იხარჯებოდა. საქართველოში დღეს ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ერთიანი კომუნისტური პარტია, რომელიც მიზნობრივად იბრძვის იმისათვის, რათა ხალხს, შრომელ ადამიანებს დაუბრუნოს ის სიკეთე, რომელიც მათ საბჭოეთის პერიოდში ჰქონდა. ამხანაგებო, დღეს ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლოს, შვილების, შვილიშვილების ხვალინდელი დღე, გთხოვთ მობრძანდეთ ქალაქ გორში 1998 წლის 21 დეკემბერს დღის 13 საათზე იოსებ ბესარიონიძეს სტალინის სახლ-მუზეუმთან და კიდევ ერთხელ პატივი მიაგოთ მე-20 საუკუნის გენიას. ამასთან თქვათ ჩვენი სიტყვა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობის თაობაზე. ერთიანი კომუნისტურ პარტიის წევრებს მტკიცედ გვწამს ხალხის სიბრძნისა. ჩვენ დღეს ისე როგორც არასდროს გვჭირდება მართალი სიტყვის თქმა თავისუფლად. ამხანაგებო, განგაშის ზარებს შემოვკრათ ყველამ ერთად, რათა ქვეყანა ტაძრისაკენ მიმავალ გზაზე დავაყენოთ. პატივსაცემელი მაყურებლებო, 21 დეკემბერს სრულდება 118 წელი იოსებ ბესარიონიძეს სტალინის დაბადებიდან. ამ დღეს სტალინის მუზეუმთან გაიმართება შრომელთა საზეიმო შეკრება მიზნული სტალინის დაბადების დღისადმი. ბოლო წლებში პრაქტიკაში დამკვიდრდა, როცა გორელი მშრომელები და მრავალი სტუმარი არა მარტო რესპუბლიკის ქალაქებიდან და რაიონებიდან, არამედ საქართველოს ფარგლებს გარედან იგივებიან მუზეუმთან, რათა პატივი მიაგონ იმ ადამიანის ხსოვნას, რომელმაც განვლო უაღრესად რთული და იმავე დროს სასახელო გზა სოფლიოში სოციალისტური სახელმწიფოს მეთაურამდე, უდიდესი სახელმწიფოს მეთაურამდე და მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მოახმარა შრომელი ხალხის კეთილდღეობისათვის ბრძოლის კეთილშობილურ საქმეს. მართლმოსილია გორის მიწა და ბედნიერი ქართველი ხალხი, რომელმაც შეძლო სოფლიოსათვის მიეცა ისეთი დიდი ადამიანი, როგორც იყო იოსებ ბესარიონიძე სტალინი. სტალინის შესახებ აურაცხელი ლიტერატურა შეიქმნა და კიდევ ბევრი დაიწერება. ადამიანები, მათ შორის სოფლიოში ცნობილი დიდი პოლიტიკური, სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწენი, რომლებიც ახლოს იცნობდნენ სტალინს, მას ახასიათებენ როგორც ბრძენ პოლიტიკოსა და უდიდეს სახელმწიფო მოღვაწეს, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა კატაკლიზმებით სავსე მე-20 საუკუნის ურთულეს ისტორიაში. იოსებ ბესარიონიძე სტალინის იდეოლოგიათა საზოგადოება შეიქმნა იმისათვის, რომ მეცნიერულად ობიექტურ ნიადაგზე შეისწავლოს მისი ცხოვრება და მოღვაწეობა და პროპაგანდა გაუწვეს მის იდეებსა და უგდავ საქმეებს. მოვუძებთ ყველას, პირველ რიგში ახალგაზრდობას, გაამრავლეთ ამ საზოგადოების წევრთა რიგები. შეისწავლეთ სტალინის მემკვიდრეობა და უთხარით სიმართლე ხალხს მის შესახებ, რათა ისტორია შემორჩეს სტალინის რეალური სახე. ეს იქნება საუკეთესო ძეგლი მისთვის. პატივსაცემელი ტელემაყურებლებო, იოსებ ბესარიონიძე სტალინის სახელობის ახალგაზრდულ კავშირის გორის გაერთიანებული კომიტეტი უგმართავთ ახალგაზრდებს. დღეს ჩვენი სამშობლო განსაცდელშია. ქვეყნის ხსნა თითოეული ახალგაზრდის ხელშია. ერთმანეთის მხარდამხარდგომით უნდა შევძლოთ სამშობლოს შვილა. დავდგეთ ერთმანეთთან. გადავნახოთ დაბრკოლებანი ჩვენ სამშობლო ჩვენ ერის კეთილდღეობისათვის. 21 დეკემბერს მობრძანდით 13 საათზე სტალინის სახლთან და ერთად ვაკეთოთ საერო საქმე. სპექტრო რო დავიწყოთ მალოთ. Ja? Jadi apa?